ის, რაზეც უმრავლესობა თანხმდება. 2011 წლის 26 მაისს ხელისუფლების ანუ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა. ის, რაზეც უმრავლესობა ვერ თანხმდება. მიტინგის დაშლა სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება იყო. ის, რაზეც ვერ თანხმდებიან, ჯერ კიდევ 2011 წელს დავის საგანი არ გამხდარა. მაგალითად, ქართული ოცნების ახალი სახე თამარ ჩუგოშვილი, რომელიც 2011 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, ეჭქვეშ არ აყენებდა, რომ მერის გაფრთხილების შემდეგ, როცა მომიტინგეებმა უარი თქვეს ადგილის შეცვლაზე, მიტინგი უნდა დაშლილიყო. მე კიდევ ერთხელ წაგიკითხავთ განცხადებას, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გავრცელა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები მერის შეტყობინების ვადის ამოწურვის შემდეგ გულისხმობენ 24 საათს არ დაიშლებიან, პოლიციას მათი დაშლის სამართლებრივი საფუძველი ექნება. ამის შესახებ ინტერპრეს ნიუს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა და ამის დასტურად შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის ნორმები და ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო სტანდარტები მოიყვანა. მისი განმარტებით, ქართული კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მოწოდების შემთხვევაში აქციის მონაწილეებმა უნდა შეწყვიტონ ან შეცვალონ მანიფესტაციის ადგილი. ჩუგოშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სანქცირებულ აქციას ვადა ეწურება და მერიამ ამასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გააკეთა აქციის მონაწილეების მხრიდან, კანონიერი ქმედება იქნება, რომ მოთხოვნას დაემორჩილონ. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციას მათი ადეკვატური ძალის გამოყენებით დაშლის სამართლებრივი საფუძველი ექნება. თამარ ჩუგოშვილი დღეს ამბობს, რომ მაშინდელ სამართლებრივ შეფასებას ახლაც ეთანხმება, მაგრამ მაშინ მიტინგი კი არ დაშალეს, არამედ დაარბიეს, ხალხის ცემეს, დაასისხლიანეს და დააკავეს. პროკურატურა გავრცელებული ახალი კადრების შესახებ ამბობს, რომ ისინი აპრილში მოიპოვეს და ექსპერტიზას ელოდებოდნენ. ამიტომაც მათი გამოყენება წინა საარჩევნო პერიოდს დაემთხვა. კადრები გახდა საფუძველი დათა ახალაიას ახალი ბრალის წასაყენებლად და პროკურატურაში ოდესის პოლიციის უფროსის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის პროკურატურაში დასაბარებლად. თუმცა ცხადია, პოლიტიკური დევნის გამო უკრაინაში წასული ლორთქიფანიძე თბილისში არ ჩამოსულა, რის შემდეგაც ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. ის, რაც 2011 წლის 26 მაისის ღამეს მოხდა, ის, რაც ხდებოდა მანამდე, სხვადასხვაგვარი აღქმის თემაა. ერთ მხარეს იდგნენ აგრესიული, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებით მაინც მშვიდობიანი მომიტინგეები, მეორე მხარეს კი სახელმწიფო ინტერესები, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა და სამხედრო აღლომი. 26 მაისამდე კი გამომწვევი განცხადებები, ხელჯოხები, ფარები და მუშტიკრივი. ველოდებით ხვალ, ქუძზე კაც, ყველას ვისაც თავმოყვარეობა შერჩენია. გამოვა ხალხი, გამოვა, არ გამოვა, ვინც ვართ ისინი ვიმოქმედებთ. თუ პასუხისმგებლობა იძლევს, მაშინ სამოქალაქო უნდა დასწროს. მოვა, კაცის და ხუთას კაცის და და ყველა ერმა რომელმაც რაღაცას მიაღწიეს, ის არის იმის მოწყობის ყველა. თუ ძალიან მაგარი ბიჭები ხართ, აბა მოდით და მოგვერიეთ. ვინც ვართ იმას. ხუბი მორევაზიაო, ხო და ვერ გახოთ ვინვის მოერევა. ოჩაღად იყავით, ფეხს ვერ მოგვაცვლევინებენ, ვერ მოგვერევიან. სახალხო კრება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ ჩაიბაროს აღლომი მშვიდად.
და კიდევ ერთი დეტალი. 26 მაისს პოლიციის ოფიცერი ვლადიმერ მანსურაშვილი დაიღუპა. დაღუპულის ოჯახი დღემდე ნინო ბურჯანაძის ექსკორტის ერთ-ერთ მძღოლს ადანაშაულებს. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ახალ მასალაში სავარაუდოდ ამ ეპიზოდის ამსახველი კადრები სულ სხვა რაკურსითაა გადაღებული, მაგრამ პროკურატურას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ვიდეო ისეა დამონტაჟებული, რომ კადრები მაშინვე სხვა ეპიზოდზე გადადის. როგორც ჩანს, პოლიციის დაღუპვის დეტალები ამ ეტაპზე პროკურატურისთვის პრიორიტეტული არ არის.